Περιδεύανε έχα τα μερირοβελოდები იმას რა ქვია როდის მოვიცნი მე ჩემი თავისთვის იმას მიჩვენია რომ ეხა გავიკეთებ ამ იმას რა ქვია თან ცოტა სველი მაქვს აი მით დავიბანე ოცა მაგარია მართლა აი როგორ მომწონს ვერ წარმოიდგენთ ყველაფერი ესენი აი არ ვიცი რა გითხრათ როგორ გითხრათ ყველაფერი ძალიან მომიხდა ჩემს სახეზე ნახეთ როგორ ვარ იცით იშვიათად რომ მოუხდეს ჩემკან ზრამი ამას სრული გულწრფელობით გეუბნებით ძვირფასებო მე დიდად ეხა თიაქებიდან ნაყიდ რაღაცებს მოიხმარ მეთქი ტყუილია არ მიცდი არასდროს სიმართლე გითხრა და არ მიყიდია თუმცა რაღაც კრემებს რო ჩუქნიდნენ და რაღაცა არ მომიხდა ნასკია ეხლა რა არ ვიცი სადაა ანთებული ზემოთ თუ ქვემოთ ხოდა მოკლედ აი ნახეთ საერთოდ არაფერი რო არ მისია ისე ჩემი კანი თან ისეთია როგორ გითხრათ ძალიან რბილი ძალიან რაღაცნაირი სულ რომ ვიკეთებდე ამ ყველაფერს და არ მავიწყდებოდეს უფრო უკეთესი იქნებოდა ჩემთვის მაგრამ ეგ არის რომ მავიწყდება ხოლმე მავიწყდება ხალხო გულოცებ მიჩნდება ჭაღარები გოდეს ხაჭაპური გამოუცხვე ეს ჩხლები უნდა დავიჭაღმერთო როგორ მომტრეული მაქვს გავს ჩემი ხელები გოგოს ხელს არ გავს არანაირად როგორ მაგეს თუმა ასარ მეყვას რო ჩანს კარგი კანცელის მერეთიტანი და მე გავიკეთებთ მას ხუთში გოდეს არ ვჭირდები მე სიმართლე გითხრა თავისი დადის უკვე მაგრამ ნაგავი უნდა წავიხო და ამიტომ წავა თორე სიმართლე გითხრათ მართლა არ გუშინაც ეგრე გავუში თავისით აქეთობას ოღონდ დააგვიანდა და დედიკო რატო დაგაგვიანდა მეთქი რომ უთხარი ძროხები იყვნენ ეგ ძროხები არიან ხოლმე და იმის ეშინია ძროხების მაგარია ეს საერთოდ ის ხანის კიდე ესეც სამაგარია და ის ტონალური შემცველი თუ რაღაცა პატარები რო არის საიმე რა მაგარია აი ეს შო როგორც იქნა ეს დილიდან თუ არ დავიწყე მე ყოველთვის გადამდის ხოლმე და ვეცდები დილიდან მოვახერხო ის ახალი ბოტასები რო ვიყიდე 15 კლასში ხო გახსოვთ სასაცილო ფასებში აი ეს ჩავაცი დედას ბიჭი
წადი დედიკო, წადი. კიდევს. ზე მინდა გამოვაჩინო. დღეს იქნება მზიანი ამინდი. რიკამ წაიყვანა გოდი. ამან. მოვიდეთ ძირფასზე. თან რაღაცები. გამომიყოლე ანიკო დიიდასგან. მოვიდი, მიდი არ ღვიძავთ. გუშინ გოდერძი მოვიდა თითქმის 3 საათზე. რაღაცებს ვაკეთებდი საათზე არც მიმიხედია და რომ მოვიდა და რომ მივხედე. კინაღამ გამბიშ ამდენი ხანი სადღაც თქო და მე მეფიქრება იმაზე რომ ანუ გოდესა მოსვლის დროისთვის ყოველთვის საათს ვუყურებ ხოლმე. ან კარატეზე ვგზავნი, ან ცეკვაზე მე თუ არ მივყვები. ყოველთვის იმაშვები ვიღაცას მაინც ურეკავა, ხო მივიდა რაღაცა. ისე გამომიპარა გუშინ. მიგვეს რომ შემემში აუცილებლად გავიქცევდი და მივიდოდი ხო ნახავდი ჩემი შვილი ძროხების გამო რომ იყო იმ იმაში შუკაში გაჭედი. ხოდა ჩემი იმის გამო რომ არ მივხედე. ეხლა ვფიქრობდი რომ ბავშვს მართლა სჭირდება ან საათი, მაგრამ საათების მეშინია ისევ, იმიტომ რომ ელემენტი ჯდებოდა, არაფერს რო არ უშვებოდით ისე მაგ საათს. და ეხლა ტელეფონზე ვფიქრობ, მაგრამ როგორზე იცით, უბრალოზე ფანერიანი ან რამე ისეთი პატარა, რომ შევძლო და რეკვა ან რაღაცა. ესეცე მეფიქრება, სხვანაირად რა არის იცით კი შეიძლება ასე ახლოს არის და რაღაცა, მაგრამ ყოველთვის ან ძაღლებით არის აქაურობა სავსე და თან იმდენი ძაღლები არიან, რომ აი არ ვიცი ვერ წარმოიდგენთ და ანუ სჭირდება რა ამ ბავშვს მე რო ვუყურებ, იმიტომ რომ ძროხი შეეშინდა და ძაღლის გამო ხო საერთოდ უკან გაბრუნდება ხოლმე და კარატეზეც რო გავუშვი მივწერე იმას რა ქვია მასწავლებელს რომ წამოვიდა გოდე თქო და კიო კარგახანია რაც წავიდაო და გავიქეცი ძაღლების შეშინებია წარმოიდგინე ეს მანამდე ამბავს გეუბნები ძაღლების შეშინებია და მაგიტომ დააგვიანდა სამი ცალი მოვიტანე იმიტომ რომ ერთი მინდა მე ბევრი როცა მაქვს მე მინდება და სამი მოვიტანე მხოლოდ 4 და რაღაც ის იყო ეს რულეტი მოვიტანე რაღაც ტკბილეული არის მოკლედ შოკოლადები, მაგრამ სუნელზე მოვალო ჩემმა ყოფილმა ხაზიკამ და 1 კილო სუნელი მინდაო. ხო და ამიტომ ესეც წამოვიყოლე. ეს რო გადამეწვა 2 ნატურა გამოვიყოლე. საერთოდ მე სუპერმარკეტში რომ მუშაობდი, ნატურას ისე არ წაიღებდნენ, რომ არ შემოწმებინა სპეციალური რაღაც გქონდათ, ეს რო აერთებდი და ვამოწმებდი, როცა ანთებ და მე მიქონდათ. ჩვენთანაც ისე არ მეგონი ესეთი რამე რო არსებობს. ხო და სამი ცალი პური წამოვიდე, ეს პური ბავშვებს უყვარს და ამით. ეხლა მე ეს გავაკეთე რა ქვიანებას. ჩაი დავაყენე, გოდემ ცოტა ჩატოვა. სასწორი უნდა გავამზადო, გამოვიტან აქეთ. და მე იქეთ ასაკიცები დავყარე, იმას დავკეცავ. კი მინდოდა რომ წაუძინებ მეთქი, მაგრამ არა, იმიტომ რომ არ ვიცი ადამიანი როდის მოვა და მინდა რომ იქეთ ასაცენები დავკეცავ. მოგვით გარჩვენებთ, ეხლა მე რო არ დაიჭეროთ. სხვა ყველაფერი დალაგებული მაქვს, წუხელხამე ყველაფერი დავალაგე. აი ისინი რომ მოხსენი, იქაც არაფერი არ მაქვს.
და აი ისინი უნდა დავკეცო, აი ისინი. წუხელ ხამე დავალაგე. ხამე დალაგება ჩემთვის არის, როგორ იცით, წამალივით. ასე რომ აქ დავაყენე მეტიცა. თუ დაყენდა. რამდენი ვარ დღეს დილით. აბა კიდე ავზიწონოთ, განულდეს. ნაი. წონაც გაჩვენეთ. 56 და 750. 58 და 100 ვიყავი. წოხე, გუში. ამით უნდა ავწონო. სხვა გზა არ მაქვს. ეს მე არ მაქვს და იმიტომ. ეჯერადი პარკები მე არ მაქვს. ასე რომ რაც მაქვს იმაში აქ კიდე ღიად ჩანს, მაგრამ სუსუ წითელია ხალხ. ეხლა ავწონოთ. ერთი. მოკლედ. ეხლა ეს 1 კილო. ესა გამას ის რომ უნდა ჩართოს თავიდან. ასი გრამით მეტი, თუმცა ესე იგი იმქამა. კილო და 100 არის აქ. ეხლა ამას გავყო 9 კილოებად. კონდეს მეც არ მაქვს ბევრი. 9 კილო ვიღაცას უნდა და თუ წაიყოს წაიღო. თუ არა და მე მაინც ჩემთვის საყიდელი მაქვს, ასე რომ დიდად თავს მივიკლავ ეხლა თუ არ წაიღეს თქო, ეგეც არაა. სიმართლე რო გითხრათ. აი ეს 500. ეს 650. არა, 450. ნახე რა იწონა ალბათ თავიდან იქნებ. კიდე ცოტას დავმატებდო. ხო, მე დამიწერეს ამ სუნელზე მე მგონი თათიაო შენით გააკეთე. ჩემ მეზობლები აკეთებენ მსგავს სუნელს, მაგრამ ესეთი კარგი არ გამოდის. ამ ქალს უკვე იმდენად აქვს შემუშავებული თუ როგორ გამოდის ესეთი კარგი სუნელი. თან ნახე ყველაფერი იმის გარეშე, რომ ადამიანები აკეთებენ. აქ ხო ყიდიან სიმინდის
ქვიოს მოხალულს თუ ამატებენ და კიდე რაღაცებს ამატებენ, იმიტომ რომ გემოს საერთოდ კეცში რამდენიც კიდე გავავკეთეთ, თუ მეტია ის სიმინდის ფქვილით ან რაღაცით რომ მოხდა უფრო აი როგორ გითხრათ, საშინელი გემო აქვს კერძი არ მოგეწონებათ და მე ეს ყველაფერი რომ გავაკეთო, ყველაფერი ცალ-ცალკე ხომ უნდა ვიყიდო, მარტო ყვითელი ყვავილი ღირს ის გოგო ამბობდა მაშინ 1 კილო 80 ლარი. მე ამ ყველაფერს ვერ სიმართლედ ვთქვათ და ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ბევრი უნდა და მე რამე რომ გამოვიყვანო რა ფასში უნდა გავყიდო. ესეც ასე. ეს გამომართება ესე ვიც მიხარია რომ 56-ში ჩამოვედი. მე რომ უყურებდი 58-ს გაგიშებული ვიყავ. ეს კოთხები უნდა ჩავაწყო და ეხლა რომ მივდივარ დაკრძალვაზე, ჩავდებ და დედიკოს წავუღებ. მე ხა ყავას გავიკეთებ, გამოვთევ. არა. ესეც ჩემმა გოგომ გამომიგზავნა საბერძნეთიდან. სასწორზე, ანუ რომ ამეწონა თავი ფულს რომ ვიხდიდი გაგიშდა და სიურპრიზა დიდო. ეს დამჭირდება აქ დავდე. დივნის ქვეშ დავდე. მას გადამწყარის არაფერი არ ეთყობა, მოჭერა ხომ უნდა ერთი წამი. დაიცად მოცილე გამომიჩნდება. ასე. მოუჭირე უბრალოდ და აენთო. კაი. ისინი გამომადგება მაინც. ეხლა ცხელი მაქვს მე წყალი. ხო და გავიკეთოთ. გემრიელი ყავა. მე მივირთვათ ბანანა. ბანანა. გოდენა ჭამს. ორს გეგასა და შეუნახავ თუ მithმევენ. რა თქმა უნდა. შაქროს თუ მივიჩვეოდი, მაგრამ ეგ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. თქვენთვის არა? მე მგონი თქვენთვისაც. მე რო შაქროს მივიჩვეოდი. ყავას. ხო, ესე იგი, ის რაც მოვიტანე, გეტყვით ახლა რამდენი სიყო. აი ასე იყოს ლავი. თქვენი და რაღაცა დამიწერა. ვიცებ გადავკრავ მე ყავიტოს და მერე იმას ვისა ლიკას გადავეყარეთ გზად აქეთ ჩემ გვერდზე რო ცხოვრობს გოდეს გვერდზე პადიეზში არა მეორე პადიეზია კიდე ანუ ჩემი პადიეზი მომდევნო და კიდე მეორეზე ცხოვრობს ის გოგო გოდეს კვასილის დედა ელენე კაკავას ხო და მოკლედ ლიკამ წაიყვანა გოდე მე ნაგავი მიმქონდა გადაზე ჩავიჯდებოდი ახლა იქამდე მე რანიკო დედასთან მივდიოდი და მან წაიყვანა ძალიან გამეხარდა სიმართლე გითხრათ
ჩემული ჩამოდის მალე იტალიიდან ბავშვი ამთავრებს სკოლას და მაისის დასაწყისში ჩამოვა მე მგონი ან აპრილის ბოლოს ზუსტად არ ვიცი. გასარეცხები მაქვს კიდე ქვეყნის ორპარტიად შევა. ძველი ვიდეო იყო, მაგრამ მე მიყვარს აიმის სახალხო კონტროლის ყურება. რავი გეცოდინებათ გადაცემა ეგ და ძველი ვიდეო კი, მაგრამ გადავაწყდი იმაზე საავადმყოფოების თეთრეულები, საბნები, ბალიშები და რაღაცები თუ სად იყიდება. იყიდება რა, ირეცხება. ხო და იმას ნანობრივ იქ ერთი ღამით ვიწექით. ეხა ჩვენთან არა ეგ ცალკე სამრეცხაო, მე მგონი არ არის აქ სენაკში ცალკე სამრეცხაო, არ ვიცი. გინდა ზუგდიდი იყოს. მოკლედ ცუდად გავხდი მაგას რო უყურე. არ გამიზიარებია ეგ, მაგრამ თქვენც ნახავთ ჩვეულებრივად სახალხო კონტროლს რო ჩაწერთ. ეს იყო უბრალოდ თბილისში გადაღებული და მთლად ეხა იმ ქალმა ბოლომდე მოკლედ რაც გაჩვენეთო და მე დასკვნას ვერ გავაკეთებო სიმართლე გითხრათო, იმიტომ რომ დიდი ხანი იყო იქ მენეჯერი რაც მუშაობდა და იმდენად კარგად იცოდა თავის საქმე, ეგ მადონამაც გოგოიძემ, რომ ჩვეულებრივად ციფრებზეა საუბარიო და მოკლედ როგორც უნდა ისე დამალავს მაგალითად ადამიანი, როცა ამ საქმეში ხარ. როცა რაღაცა საქმეში ხარ, გინდა არ გინდა სწავლობ მაგ საქმეს. ეუფლები. ზოგს ძალიან კარგად გამოსდის, ზოგს ვერა, მაგრამ აი ნახეთ რაში იყო საქმე, ხა გეტყვით ამ სწავლასთან დაკავშირებით. მე რომ მუშაობდი მაღაზიაში, ხო მუშაობდი მაღაზიაში, მუშაობდი სადღაც თითქმის 1 წელი. ჩემს მერე იმდენმა იმუშავა, დედაჩემმა მითხრა ერთხელო, შენ იყავიო ერთი სულელიო, თორე იმ მაღაზიაში მუშაობით აშენდა ეგ ქალიო და მე ვერ გავიგე რას აკეთებდა, თუმცა მერე რო დავფიქრდი, მერე მივხვდი, რომ თურმე ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა. მაგრამ მე არ ვაკეთებდი. განა ეხა იტყვით არ იცოდი და მაგიტო. კი, შეიძლება ეგეც იყო. მაგრამ რომ ვიცოდი ისე მე კიდევ მუშაობდი მე სხვა მაღაზიებში, მაგრამ არ გამიგეთებია. დაჟე თქვენ წარმოიდგინეთ, მახსოვს ბიჭები იყვნენ, 2 ბიჭები იყვნენ. ხორდა დავუბრუნე. მე რაღაცა გაახსენდა. იყიდა და ამ რაღაცისგან მხოლოდ 5 თეთრი უნდა დამებრუნებინა და ეგეც დავუდე. აი ასე რომ დავსდებო მე კაპიკებსო, მაგიტომაც არის რომ ფული მაქვსო იმ ბიჭმა და ის ხო თეთრიანიც აიყო. სიმართლე გითხრათ არასდროს არ ველოდებოდი რომ ვიღაცას ხორდა დაეტოვებინა იქ ჩემთვის. მაინც არ ვდებდი იმას, მე ჩემს ჩანთაში იქ ვაკეთებდი იმდენი სიკეთე ჩემს ოჯახს, რომ ამას სრული გულწრფელობით გეუბნებით. რაღაცას რომ ჩუქნიდნენ, იმასაც იქ ვაკეთებდი. ასე რომ მახსოვს ერთხელ პირველი თვე იყო, თან თხილი იყიდეო მეუბნებოდა ეს ქალი და რამოდენიმეჯერ ისე მოხდა, რომ მითხრა, რომ იქიდან ფული აიღე და მერე მოგცემ მე. დავიწყდა მოცემა. კიდევ კაი რეულში მქონდათ შანიშნული, რომ მაღაზიიდან ავიღე 200 ლარი თხილის საყიდლად. მეორე დღეს არ მოუწია,
არ მოუწია, წერდი, არ მოუწია. იმიტომ რომ იმდენად მერიდებოდა ვერ ვეუბნებოდი, რომ აი 200 ლარი რო ავიღე და თხილი ვიყიდე, შენ რომ მითხარი მაგით. ფული არ მოგიცეთ, და ის მაღაზია იყო და ამიტომ რაზე ვეტყოდი, რა ვიცი, არ ვუთხარ. ხო, და ბოლოს უკვე აღწერა რომ აქვს, თვეში ერთხელ მქონდა აღწერა რომ აქვს, დამაგვრდა 200 ლარი, ზუსტად ეგ თანხა დამაგვრდა. ვაიმე გავგიჟდი, ესეც ვერ გავიხსენე რომ თხილის იმას უწერდი აგერ ცალკე და მაღაზიიდან ავიღე რო არის და ბოლოს დავიწყე ქექვა, დედაჩემიც ესწრებოდა ეგ მაღაზიაში აღწერა რომ მქონდა, სულ ეშინოდა დედაჩემს რომ ისო რა ქვია ბალი არ დაედოს, ან რაღაცა არ ვიყავი მაღაზიაში ნამუშევარი ეგრე. აი ესე რომ ყველაფერი მე შემხებოდა ესე და დედაჩემიც ის იყო, იქ იყო ვაიმე განერვიულ და ძალიან და მე რეულებში ქექვა რო დავიწყე და ეგენ მიძერი არ მოუდანია და იქ ვნახეთ რომ ეს იყო. მე ადამიანი გამოვიჭირე თანხა მომპარა და ვერ ვუთხარი. თანხა მომპარე მეთქი მაშინ უნდა ჩამეხადა იმ ადამიანზე, იმიტომ რომ ისიც ვნახე თუსაც ჩაიდო. და მაგდენ რაღაცას მე ვერ გავაკეთებდი, თან ეს ისეთი იყო ზუსტად რო ვენდობოდი, აი ძალიან რო ენდობი ადამიანს. ძალიან ზუსტად აი ისეთები კიკეთებენ ხალხო ცუცს. კი არის გამონაკლისი, რა თქმა უნდა. ვისაც შეგიძლია ნდობა, მაგრამ მე ესე გამიკეთა. ვისაც ვენდობოდი, აი საპირფარეშო არ ქონდათ მაღაზიაში და გავდიოდი სხვასთან, ზუსტად ვისაც ვენდობოდი, იმან აიღო ჩემი იმიდან ფული, იმიტომ რომ ხო იცით, კევის ყუთები რო არის და ის ქონდა რამე რო დაგეკეტა და რაღაცა ეგეთი არა. ხო და ჩემი თვალით დავინახე რომ ამოიღო ფული. არც ვიცი რამდენიმე დრო იქ, მაგრამ ესეთი ამბები ხდებოდა ძვირფასი. ბოლოს რომ დავითვალეთ, სადღაც 60 და რაღაცამდე, 70-მდე მქონდა რა. დანაკლისი და ის თანხა ჩემი ხელფასი იყო 100 ლარი და იქედან დავდე. ისეთი სულელი ვარ მე. ესე ჩემო ძვირფასებო. ბანანა მინდა, მაგრამ ეს უნდა დავლიჯე. წუხელ ღამეც ვერ მომითმინა გულმა გვიან და შევჭამე, თორე ამდენიც არ ვიქნებოდი, ის 750-იც შეიძლება მოკლედ 200 მაინც რო დარჩენილიყო. მაგრამ არა უშავს. წავედი აბა, დაგემშვიდობებით ეხა მე, ბევრი ვილაქლაქე. მოკლედ, ეხლა რა ჩავიცვა ეგ არ ვიცი, დაკრძალვაზე. მუხრანი მეუბნება ყოველთვის, ყველგან იმ შავი კაბით მიდიხარ, რაში გევალება რომ შავი კაბით იყო, მეუბნება ეხლა რომ ის მწვანე გიხდება ძალიან, ის ჩაიცვი და ის თეთრი მოსაცმელი, რაც რესტორანში მეცვა. მსგავსი ფეხსაცმელიც გაქვსო, ჩანთაც გაქვსო. ხო და თან ესე რომ რახან გინდა რომ შესაბამისად რაღაცები ეხამებოდეს, ესე გამოგივაო. ისწავლა ზეპირად თუ რა როგორ მიყვარს, მოგიტომ. ერთ-ერთი არასდროს არ მყარებ ეს სიმართლე გითხრათ, თუმცა ან ის რო იყო, ვარდისფერი კაბა რომ მაქვს. 130-ად რო ვიყიდე ქორწილისთვის. ვინახავ მაგას, რა თქმა უნდა, ჩემ გოგოს შეუნახავ. იმიტომ რომ არ არის ისეთი, რომ რამოდენიმე წლის შემდეგაც ვერ ჩაიცვა. ხო და თან მინდა კონდეს ერთი მაინც კარგი კაბა დედიკოს ნაქონი. მწვანესაც უნახავ, მოკლედ რაც კარგები მაქვს, უკვე ადასთვის ვინახავ.
ხა გასაგიჟებელი მეტი ბევრი არაფერი არ მაქვს მე, მაგრამ რაც მაქვს იმას ადასთვის ვინახავ. ხო და მოკლედ ისინი შავი კაბა იცით, ჩემი მულის ნაქონია, ვარდისფერიც, ოღონდ ვარდისფერი ამცმია, უფრო კიპიურით რო არის ეგეთი. ის ამცმია ჯერჯერობით, მაგრამ ისე მაინც გააქვთ ნანახი. არის ვიდეო რამოდენიმე წლის წინ იმ ბინაში, იქეთ ბინაში, სადაც ვცხოვრობდით, იქ გადაღებული. რო გაჩვენეთ, მოკლედ, მიხოთ რა როგორ მიხდებოდა. ხო და ესენიც გამოადგება. ესენიც კარგებია. ჩემი მული არის ჩემზე გამხდარი. მაგრამ ჩემზე დიდები აცვია რამ ხრივ. მე მგონი რაღაც სხვანაირი ტანი აქვს. მაგრამ გამხდარია, ძალიან ლამაზი ტანი აქვს, მართლა. გამხდარია, მაგრამ მე დიდი მაქვს მაგის ტანსაცმელები და ვერ გავიგე როგორ, ანუ იმას როგორი ტანი აქვს და მე ვერ გავიგე. ადას ვამსგავსებ აი ფეხები მსხვილი რო აქვს მამიდას მაგ მხრივ. თუმცა ჩემ დედამთილსაც ეგრე აქვს. მიყვარს მსხვილი ფეხები მე. მე არა მაქვს, მე ცოტას გავხდები თუ არა, ეგრევე ფეხებზე მეტყობა. განა ზემოთ აი ამაზე და ამაზე, არა, ფეხები და სახე. ამიტომ მამიდას ნაქონიც ექნება. ვერ ვიპოვე ის კაბა. ისე მოთბარხატია და თეთრიე რო არის ქვემოთ, ვერ ვიპოვე ის კაბა. რო ვიყიდე და ერთხელაც არ მცმია. რატომ არ ვიცი. სად დავდეს, სად ჩემოდანში ხვარჩავდა იმის გამოღება მეზარება, რომ იქ ჩავიხედო. კარგი, წავიდი ხა ძვირფასებო. ბედნიერს მშვიდობიან და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. დამიშტერდა თვალი. ეს უნდა დავლიო. ისე არ პოვებ. წავიდი, ბედნიერად.